რწმენა ხო არ არის მოცემულობა, რომ ერთხელ მოგეცა, ასე ვთქვათ და მორჩა, არასდროს აღარ წაგერთმევა, არასდროს კითხვა არ გაგიჩნდება. არა, ასე არ არის. არის სიტუაციები ცხოვრებაში, ზოგჯერ უიმედო განწყობაზე ხარ, ზოგჯერ რაღაცა განსაცდელში ხარ და ამ დროს შეიძლება თქვა, რომ მე თუ რატომ იმატოვე, თუ ხარ რატო გვერდში არ მიდგა ხარ, რატო ვერ ხედავ შენს დახმარებას, შენს ხელს. ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. მაგრამ ეს არის ბუნებრივი, იმიტომ რომ რწმენასაც ხო თავისი ხარისხები აქვს. ეხლა ყველას ერთნაირი რწმენა გვაქვს, ვინც აქვსი ვართ. ვერ გვექნება ყველას ერთნაირი რწმენა. ზოგს დიდი რწმენა აქვს ჩვენ შორის, ზოგს შედარებით ნაკლები. მაგრამ რაც არ უნდა დიდი რწმენა გქონდეს, მაინც ყოველთვის ვერ იქნები ერთნაირ განწყობაზე. ხან შეიძლება თქვა, რომ ღმერთო მადლობა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა და მეორე წუთს შეიძლება თქვა, რომ ღმერთო რა სათხარ, რატომ იმატოვე? მაგრამ არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში ნახეთ, განაურწმუნოებას გამოხატავს ადამიანი. არა, უბრალოდ საყვედურივით არის ღმერთის მიმართ. მაგრამ შეიძლება სხვა შემთხვევაში საერთოდაც თქვას, რომ ღმერთო სათხარ. თუ ხარ, რატო არ მეხმარები? აი აქამდე შეიძლება ჩავიდეს ადამიანი.